ადამიანების რაოდენობა, რომლებიც დღეს დაგეგმილ პროტესტს უნდა შეუერთდნენ, იზრდება რუსაველის გამზირზე და მოსაოდნელია, რომ მომდევნო საათების განმავლობაში კიდევ უფრო მეტი პროტესტის მონაწილე მოიყრის თავს. მათ შორის არის ამ პროტესტის უცვლელი წევრი ნარგიზ დავითაძე, რომელიც მაყურებელს გავახსენოთ, არის ზვიად ცეცხლაძის დედა, იმ სტუდენტისა და აქტივისტის, რომელიც რეჟიმმა 4 დეკემბერს დააკავა და რომელსაც რეჟიმი ემუქრება მრავალწლიანი პატიმრობით. ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავებიან მათ ივანიშვილის პროკურატურის წარმომადგენლები, თუმცა ცხადია აქ მყოფი ადამიანებისთვის, რეჟიმის ყველა მოწინააღმდეგისთვის, რომ საქმე გვაქვს ისევ მორიგ უკანონო პატიმრობასთან, ასე ფიქრობს ბუნებრივია ზვიად ცეცხლაძის დედაც. რატომ გადაწყვეტეთ, რომ დღესაც უნდა იყოთ აქ და რატომ იგაჩნიათ მნიშვნელოვნად თქვენ გვერდით დღესაც იდგნენ სხვა მოქალაქეები, რომლებიც უკვე თვეზე მეტია აპროტესტებენ აი ამ ოცნების რეჟიმის პოლიტიკას? იმიტომ მიმაჩნია აქ ყოფნა, რომ სახში როგორ შეიძლება გაჩერდე ესეთ მდგომარეობაში. ახალგაზრდებს ვეღარ გავაჩერებთ, იმიტომ რომ ჩვენ გვჭირდება ევროპა და არა რუსეთი. თავისუფლება უნდათ ჩვენს ახალგაზრდებს და მინდა რომ ზვიადს ახლოს მივიდე გლდანის ციხესთან და სოლიდარობა გამოუცხადოთ მე და მისმა მეგობრებმა, მე და საქართველოს უმეტეს მოსახლეობამ ასე გადაწყვიტა, რომ შევხვდეთ ახალ წელს გარეთ და კარგი სურვილებით ჩავიფიქროთ, ესე გადავწყვიტეთ რამოდენიმე დღის უკან, რომ ყველამ უნდა ჩავიფიქროთ ჩვენი ქვეყანა ევროპაში უნდა შევიდეს. ბევრი სურვილი გაუშვათ ცეცხლში, რომ ღმერთმა მოგვისმინოს. ზვიადისთვის რამდენად მნიშვნელოვანია, რომ დღესაც დაინახოს სოლიდარობა მოქალაქეების მხრიდან. თქვენთვისაც მესმის, რომ ძალიან მძიმეა თქვენი შვილი ახალ წელს ხვდება საპატიმრო დაწესებულებაში და მძიმეა ის პერსპექტივა, რასაც ქართული ოცნების ძალაუფლების შენარჩუნების შემთხვევაში მას ელოდება, ხო? რამდენად მნიშვნელოვანია ამდენად, რომ ახლა იყვნენ მოქალაქეები ქუჩაში? ზვიადისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გვერდში დგომა, მისთვის მხნეობა, პროტესტის არ ჩაგდება მუხტის არის ძალიან გამამხნევებელი და სტიმულს აძლევს. მოქალაქეები, უცხო პირები, რომელსაც ვერ იცნობ, წერილს უგზავნიან და ესეც ძალიან მაძლიერებსო. მადლობა ამ ყველაფრისთვის, მადლობა მთელს საქართველოს და მთელს დედებს, მამებს, ვინც ჩვენ გვამხნევებს და ზვიადს ამხნევებს. ზვიადმა ძალიან დიდი მადლობა ყველას. აი ისეთი წერილები მომდისო, დედაო, ერთი პერიოდი სიხარულისგან არ ვიციო რა ცაში დაუფრინავ ამ მუხტით და ამ დადებითი ენერგიით. ძალიან გახარებულია ზვიადი. მადლობა. უსმენდით ზვიად ცეცხლაძის დედას და მე კითხვას დავუცემ ზურაბ ცეცხლაძესაც, რომელიც ასევე იმყოფება რუსაველის გამზირზე. თქვენთვისაც ძალიან მძიმეა ბუნებრივია ის, რომ თქვენი შვილი ახალ წელს ხვდება საპატიმრო დაწესებულებაში, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ მას მრავალწლიანი პატიმრობით ემუქრება ოცნების რეჟიმი. თქვენ რას ისურვებთ 2025 წლიდან და რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ, რომ ქუჩაში დგომით მოქალაქეებმა ისევ სცადონ მიზნის მიღწევა და ახალი არჩევნების მოპოვება, იმიტომ რომ ეს არის გზა, რაც მშვიდობიანად ჩამოაშორებს ძალაუფლებას ქართულ ოცნებას. უპირველესად უნდა აღნიშნო, რომ ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენდი თუ ასეთი ახალი წელი დაუდგებოდა კონკრეტულად ჩვენს ოჯახს და ზოგადად სრულიად საქართველოს. ფაქტობრივად ისტორიულ გასაყარზე ვართ დღეს ჩვენ და გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ბევრი ცუდი მოვლენები განვითარდა ბოლო პერიოდის განმავლობაში, მოსახლეობა და საზოგადოება იაზრებს იმას, რომ დღეს ზეიმის მთლად არ ეზეიმება და პროტესტნარევი ზეიმია ძირითადად. პროტესტი არის ყველგან ქუჩებში, მოედნებზე, საპრობილეებთან, ძალოვანი სტრუქტურების დაწესებულებებთან და ასე შემდეგ. მიუხედავად ყველაფრისა, 2025 წელი უმნიშვნელოვანესი წელია ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრი რამ 2025 წელში საბოლოოდ უნდა გადაწყდეს. კონკრეტულად უნდა გადაწყდეს ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის საკითხი აუცილებლად. თან ეს საკითხი უნდა გადაწყდეს 2025 წლის პირველივე თვეებში. უნდა გადაწყდეს პოლიტპატიმრების განთავისუფლების საკითხი, უნდა გადაწყდეს წესიერი ნორმალური არჩევნების საკითხი და მთლიანობაში უნდა გადაწყდეს და უნდა გაუქმდეს ის კანონმდებლობა, რომელიც ბოლო პერიოდში იქნა მიღებული სადამსჯელო და ძალიან ისეთი კანონები, რუსული სტილის კანონები. აქედან გამომდინარე, ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი 2025 წელში. შესაბამისად, თელს ქვეყანას ვულოცავ და
ვსურვებ თავარი მიზნის მიღწევას, ის რაც ჩამოვთვალე, ყველაფერი ეს ასრულებოდეს ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ქვეყანა გაბრწყინებულიყოს და გამხდარიყოს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. მადლობა ზურაბ ცეცხლაძეს უსმენთ, ზვია ცეცხლაძის მამას.